შეხედეთ მეგობრებო, რა მაგარი გამოვიდა, რას ქვიშია უბრალოდ. ძალიან მაგარია. ძალიან მომწონს. გამარჯობათ მეგობრებო, ესეც თქვენი დაპირებული iPhone-ების ტუტორიალის ვიდეო. უკვე მეგობრებო 10,000-ზე მეტნი ვართ. ხო, სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, გამოგვიწერეთ. ახლა კი სწრაფად მოიმარჯვეთ. კოჩი, წახაზავი, ფანქარი, მაკრატელი, ფერადი ფანქრებიან მარკერები. ამდენი არც აუცილებელი რომ გქონდეთ. მაგალითად, რავი, ორი ფერი გეყოფათ. და აუცილებლად რა თქმა უნდა თეთრი ფურცლები. კარგით, ახლა კი მოდით საქმეს შევდგეთ. მოკლედ მეგობრებო, პირველ რიგში დაგჭირდება ფურცელი, რომელზედ ეს ყველაფერი დავხატოთ. მეგობრებო, რომ უფრო ადვილი იყოს, შეგიძლიათ აიღოთ ქაღალდი, მიადოთ ტელეფონი და შემოხატოთ. აი მეგობრებო, დაახლოებით ესეთი რო გამოგივიდეთ. ზუსტად ესეთი რაღაცა ამ ზომის უნდა გავაკეთოთ მეორე. ან სულ დაგჭირდება ორი. აი მეგობრებო, ესეთი უნდა გამოგივიდეთ. ეხლა კი ასეთ ერთ ფორმას უნდა დავახატოთ კამერა და მოკვეჩილი ვაშლი. მეგობრებო, ანუ გამოდის რომ ერთი ნაწილი გჭირდება ტელეფონის წინა ნაწილისთვის, ანუ რომელიც შავი იქნება, შეგიძლიათ ფონიც გაუკეთოთ. მეორე კი ტელეფონის უკანა ნაწილისთვის. აი მეგობრებო, უკვე მორჩი უკანა ნაწილს დავახატე კამერა, კამერა შეგიძლიათ გააკეთოთ რომელ ტელეფონისაც გინდათ და მოკვეჩილი ვაშლი. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. როგორც იცით, ყველა ტელეფონს აქვს აი ესეთი ჩამწევი, დამწევი, შესაერთებელი და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გადმოვიტანოთ ფურცელზე. აი მეგობრებო, ესეთი ორი ხაზი უნდა გავაკეთოთ. ერთ ხაზზე მეგობრებო არის დამტენის შესაერთებელი, აქ კიდე არის ტელეფონის გამოსართველი. შემდეგი ეტაპისათვის ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაფერადოთ. პირველ რიგში მე შავი მარკერით ვავლებ ხოლმე ყველაფერს და მე უკვე ვაფერადებ. მეგობრებო, ესე უნდა გადავაკრათ. უფრო სწორად მეგობრებო, აი ამ ნაწილებს ეხლა შეიძლება არ ჩანს, მაგრამ მთლიანად გადაკრული მაქვს სკოჩით. თუ რამე ზემოთებზეც ტელეფონებზეც. ასევე მეგობრებო, დაგჭირდება ნებისმიერი ბამბა ან ქაღალდი. ბოდიშის წეღან დამოვიწყე რომ ეთქვა. აიც მეგობრებო, ეხლა კი ეს ყველაფერი უნდა გამოვჭრათ. მოიცათ, გამოწერა ხო არ დაგავიწყდათ? არა უშავს თუ დაგავიწყდათ. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. გთხოვთ გამოგვიწერეთ. აი მეგობრებო, ყველაფერი გამოვჭერი, ტელეფონის ნაწილები ცალ-ცალკე და ზოლების ნაწილები ცალ-ცალკე. თუმცა მეგობრებო, ისაც არ გამოგივიდეთ, აუცილებლად არ დადებდეთ და ახლიდან დაიწყეთ გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე სტაზე უკვე აუცილებლად გამოგივათ. მოკლედ, უნდა ავიღოთ ტელეფონის მეორე ნაწილი და ზოლი, რომელზეც არის გამოსახული აი ესეთი შესაერთებელი. ეს მეგობრებო და ეს აი ესე უნდა შევაერთოთ. ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ დამტენი აქედან აქვს. ანუ მეგობრებო, ეს და ეს ეხლა ერთად უნდა შევაერთოთ. ამისათვის კი დაგჭირდება სკოჩი. აი მეგობრებო, ტელეფონს ესე უნდა მივაწეფოთ სკოჩი, ისე რომ უკანა მხრიდან იყოს წებოვანი, ვიმეორებ უკანა მხრიდან უნდა იყოს წებოვანი. და ეხლა კი მეგობრებო, აი ამ მხრიდან ესე ერთმანეთს უნდა შევაწეფოთ. აი მეგობრებო, ზუსტად ესეთი რაღაცა უნდა გამოგივიდეთ. ეხლა კი მეგობრებო, უნდა ავიღოთ ტელეფონის უკანა ნაწილი და როგორც მეგობრებო, ის მივაწეფეთ, ზუსტად ესე უნდა მივაწეფოთ ტელეფონის მეორე ნაწილი. ოღონდ დაახლოებით ესე რომ გამოვიდეს. როგორც წინაზე გავაკეთეთ მეგობრებო, უკანა მხრიდან უნდა იყოს წებოვანი სკოჩი. აი მეგობრებო, ესე უნდა გამოგივიდეთ. ეხლა კი მეგობრებო, ამ ლენტის რომელი მხარეც გინდათ, უნდა ავიღოთ და ეს მეორე ლენტა უნდა ესე მივაწეფოთ. ნახეთ მეგობრებო, ანუ წინა მხრიდან უნდა მივაწეფოთ ესე სკოჩი, რომ უკანა მხრიდან იყოს წებოვანი. და შემდეგ ეს მხარე მეგობრებო, აი ესე და მივაწეფოთ. ოღონდ მეგობრებო, გაითვალისწინეთ, რომ ესე რომ გადმოვუბრუნებთ, ორივე მხარე უნდა იყოს ვარდისფერიან, რავი, რომლითაც გააფერადებთ. შორის მეგობრებო, გირჩევთ, რომ აიღოთ სქელი და განიერი სკოჩი, რადგან აი ამით ძალიან დაიტანჯები. მოკლედ, უნდა ავიღოთ სკოჩი და დავყოთ პატარა ნაწილებად. და მეგობრებო, რომელიმე მხარეს ეს პატარა სკოჩის ნაწილები უნდა დავაწეფოთ. ოღონდ მეგობრებო, ტელეფონის დაბლითა დასაწყისიდან. და მოკლედ მეგობრებო, ეხლა ის ნაწილი, აი ესე მეგობრებო, უნდა შევაერთოთ ერთმანეთთან. ზუსტად ესე მეგობრებო, უნდა გავაკეთოთ მთლიანად. და შემდეგ კი გადავალთ ამ მხარეს უკვე და აქაც ესე შემოვავლეთ. მეგობრებო, ამ მხრიდან უკვე ეს გავაკეთე, არ მეყო გასაგრძელებლად, ამიტომაც გადმოვალ მეორე მხარეს და მეორე მხრიდან გავაგრძელებ. აი მეგობრებო, ეხლა კი მეგობრებო, ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ამ მხრიდან. ანუ შავ მხარეს უნდა დავაწეფოთ ეს სკოჩი.
რადგან შემდეგ ეს ყველაფერი ესე მიეწებოს, მაგრამ დაითვალისწინეთ მეგობრებო, რომ უნდა შემოავლოთ მეგობრებო მხოლოდ აი ამ ხრებიდან, რადგან ამ ხრიდან მეგობრებო ქაღალდი უნდა ჩავყაროთ. მეგობრებო, მთლიანად შემოვავლე, მაგრამ დავტოვე ეს მხარე. ეხლა ამ მხარეში მეგობრებო უნდა ჩავდოთ ეს სალფეტკები. იგი ავიღოთ და აი ესე გავხიოთ. რომ უფრო კარგად ჩავიდეს. ხო მეგობრებო ესე. მე ხوار. აი მეგობრებო ზუსტად ესე უნდა დავხიოთ ქაღალდები, არ ვიცი რამდენი დაგჭირდება, მაგრამ რავი დაახლოებით ძალიან ბევრი კი გავაკეთე. ეხლა კი მეგობრებო ეს ყველაფერი აქ უნდა ჩავკენოთ. აი მეგობრებო ეს ის ქვიში რო იყოს ზუსტად ეგრე უნდა გავაკეთოთ. ეხლა მე კიდე ჩავტენი, იმიტომ რომ მგონი კიდე ჭირდება. მეგობრებო, კარგი იდეა მივიდა. ხომ არ გინდათ რომ ფურცლისგან გავაკეთო თათის ქვიში, აბას ქვიში. მგონი კაი იდეა არის. მეგობრებო, ძალიან ბევრს გენდობებათ, აუცილებლად გავაკეთებ, რა თქმა უნდა. მეგობრებო, ზუსტად ეგრე როგორც ეს ყველაფერი გავაკეთეთ, უნდა შევაერთოთ. ძალიან მაგარია. აი მეგობრებო, აუცილებლად გამოგვიწერეთ და დაგვილაიქეთ ეს ვიდეო თუ გინდათ რომ კიდე გადავიღო სხვა ნივთების ტუტორიალები. ნახვამდის!